სალამი. რას გააკეთებდი თუ გეცოდინება, რომ ყველაფერი გამოგივა? რასაც არ უნდა მოკიდო ხელი, ყველაფერს მიაღწევ. როგორ მიზნებს დაისახავდი და როგორი იქნებოდა შენი ცხოვრების ხარისხი? ადამიანი ძალიან გავს, ეს პატარა შედარებას გავაკეთებ, წარმოიდგინე ავტოფარეხში გიყენია ძალიან ლამაზი, კომფორტული ავტომობილი და ყოველდღე ფეხით დადიხარ. ის შესაძლებლობები, რომელიც შენ გაქვს, ის შესაძლებლობები, რაც გარეთ უნდა გამოიტანო და გამოიყენო, ვერ იყენებ, იმიტომ რომ გგონია რომ არ გაქვს. მოდი ჯერ ვნახოთ, რატომ გვეშინია მოქმედების და შემდეგ გეტყვით სამ ძირითად დაბრკოლებას, რომელიც უნდა მოვიშოროთ და მართლა ყველაფერი გამოგვივა. ყველაფერი სულ თავიდან დაიწყო, როდესაც ადამიანი იბადება, შენ დაიბადე და შენი აღზრდით დაკავდა მთელი სისტემა. სისტემის ნაწილები იყვნენ მშობლები, ნათესავები, მეზობლები, სკოლა, მასწავლებლები, მთლიანად საზოგადოება. ყველაზე ხშირად ბავშვობაში გესმოდა სიტყვა არა და არ შეიძლება. შენი მშობლების თვალებში ძალიან ხშირად ხედავდი შიშს, როცა რაღაცის პირველად გაკეთებას აპირებდი. ეს გრძელდებოდა შენი პირველი 6 წელი. შემდეგ ესტაფეტა საკუთარ თავზე აიღეს მასწავლებლებმა და ახლა უკვე ნიშნები შემოვიდა. თუ 2-იანს მიიღებდი, ავი ცუდი, თუ 10-იანს მიიღებდი, ავი კარგი და ასე შემდეგ. ყოველ ჯერზე ცხოვრების ყოველ ეტაპზე სისტემა გვასწავლის, რომ უნდა ვიყოთ რაღაცა ჩარჩოებში ჩამჯდარი. თუ გეტყვიან, რომ ასე მოიქეცი და ასე მოიქცევი, როგორც გითხრეს, მაშინ კარგი ხარ თუ არა ცუდი. ამიტომ დროთა განმავლობაში გიყალიბდება ათოსანის კომპლექსი. ათოსანის კომპლექსი ნიშნავს იმას, რომ თუ წინასწარ არ იქნები დარწმუნებული იმაში, რის გაკეთებასაც აპირებ, არც არაფერს არ გააკეთებ. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვერასოდეს ვერ იქნები ბოლომდე გამოგივა თუ არა და ამიტომ არც არაფერს არ აკეთებ. არის ესეთი გამონათქვამი, სანამ ჭკვიანი ფიქრობ და სულელი წინ მიდიოდაო. სინამდვილეში სულელი გაცილებით უფრო ბრძენია, იმიტომ რომ არ დაუჯერა სისტემის იმ შაბლონებს, რასაც ცდილობდნენ რომ მის თავში ჩაედენათ. შენ კი დაიჯერა. ამიტომ ზიხარ ახლა შენი კომფორტის ზონაში არ მოგწონს, მაგრამ არც არაფერს არ აკეთებ. იმიტომ რომ გონია რომ აზრი არ აქვს, მაინც ხომ არაფერი გამოვა. მაგრამ წარმოიდგინე რომ შეცდომები არის გასავლელი გზის უეჭველი შემადგენელი ნაწილი. მართლაც ასეა. თუ შეცდომებს არ დაუშვებ, წინ ვერასოდეს ვერ წახვალ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვსწავლობთ წიგნებით, ჩვენ არ ვსწავლობთ ტრენინგებით, ჩვენ ვსწავლობთ ცხოვრებით, ჩვენ ვსწავლობთ გამოცდილებით. სიტყვას შეცდომა არასწორადაა ჩვენამდე მოტანილი. შეცდომა არის გამოცდილება. ამიტომ შეცდომა არ არსებობს. როდესაც რაიმე შეცდომას უშვებ, შენ უმალვე იღებ გამოცდილებას. ეხლა წარმოიდგინე, რომ დაიჯერე, რომ შენ ცხოვრებაში იქნება შეცდომები, მაგრამ შეცდომების მიუხედავად უეჭველად იქნება წარმატება. აი ესაა ის ფორმულა, რასაც მართლა წარმატება მოაქვს. ამიტომ თუ მიხვდები, რომ შეცდომების არ უნდა გეშინოდეს, მაშინ ეძებ რთულ სიტუაციებს და აღმოაჩენ, რომ რთულ სიტუაციებში შენი შესაძლებლობები მაქსიმალურად იშლება. აქ შეგვიძლია ერთი ძალიან საინტერესო დაკვირვება ვთქვათ. როდესაც შენ ვარდები განსაკუთრებულად უცნაურ, შენთვის უცხო სიტუაციაში, ალბათ შეგიმჩნევია, რომ ხანდახან ავლენ ხოლმე ისეთ შესაძლებლობებს და ისეთ უნარებს, რომელშიც არც კი ავი დარწმუნებული რომ ქონდა, არც კი გეგონა რომ ასეთი უნარები გექნებოდა. ეხლა წარმოიდგინე, რამდენ ასეთ სიტუაციაზე თქვი უარი შიშის გამო და რამდენი შენი უნარი არ გამოიტანე, რამდენი შენი უნარი არ იცი რომ გაქვს. ანუ ფრთები აპირებდა რომ გაგზრდოდა, მაგრამ არ მიეცი ამის საშუალება. შემიძლია გითხრათ, რომ აუჩქარებლად, დაბალანსებულად და ჰარმონიულად, ისე რომ არ შეწუხდე და ზედმეტი ენერგია არ დახარჯო, ყველაფერი გამოგივა, მაგრამ ეს ასე არ იქნება. ვიცით, რომ დღეს ძალიან მრავლადაა ასეთი რეკომენდაციები და უამრავი ადამიანი ამას იჯერებს, იმიტომ რომ ყველას უნდა ძალისხმევის გარეშე მინიმალური ძალისხმევით მიიღოს მაქსიმალური შედეგი, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ მუშაობს. ერთადერთი გზაა იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიო და მართლა ნახო შენი პოტენციალი და ინახო ვისი გორისა ხარ, არის ძალისხმევა და სირთულეების გადალახვა. მაგრამ სირთულეები არ ნიშნავს იმას, რომ ეს ტანჯვაწამებასთანაა დაკავშირებული, ესაა სწავლასთან დაკავშირებული. შეცდომებით სწავლის ნაწილია. პროცესში, რა თქმა უნდა, შენ მოგიწევს ისწავლო ისეთი რაღაცეები, რაზეც უნდა დრო დახარჯო, რუტინულად რაღაცეები აკეთო, იმუშაო, დისციპლინა ჩართო, მაგრამ ეს არის ჯამში სწავლის პროცესი. იმიტომ რომ როდესაც ამ გზაზე დადგები, გექნება რამდენიმე ეტაპი. პირველი, როდესაც გონია რომ ყველაფერი გამოგივა. როდესაც ჩანაფიქრი გაქვს, მოტივირებული ხარ, მაგრამ არ გაქვს საკმარისი ინფორმაცია და გამოცდილება, შენი გონება ყველაფერს ამარტივებს. და პირველ ეტაპზე, პირველ ნაბიჯებზე
გგონია რომ ყველაფერი მარტივია, უკვე ნათელია, გესმის და გააკეთებ. მაგრამ ცოტა ხანში დგება მომენტი, როდესაც ატყობ, რომ შენი კომპეტენცია საკმარისი არ არის. და აი ამ დროს შეიძლება ხელები ჩამოუშვა, მოიწყინო, დაკარგო იმის იმედი რომ გამოგივა და შემდეგ დავაბრალოთ იმას, რომ ეს ჩემი საქმე არ არის. სინამდვილეში შენი გონება ცდილობს, რომ დისკომფორტი არ შეგიქმნას. ამიტომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ კომფორტულად იგრძნო თავი. და გონია რომ ეს შენი გზა არისო, ეს შენი მიზანი არისო, ალბათ შეცდომა დაუშვი და ახლა სხვა გზას და სხვა მიზანს ეძებ. მაგრამ თუ დააკვირდი, ალბათ უკვე მივხვდი რომ ასეთ ძიება უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს და ერთჩვენი ერთ დღეს უნდა ჩამოყალიბდე და თქვა რომ მორჩა, ამას ბოლომდე მივიყვან. თუ ამ პერიოდს გაუძელი და დაინახე რომ კომპეტენცია არ გეყო, ხელი მოკიდე და დისციპლინირებულად გააგრძელე გზა, აი ეს პლატო, სადაც არაფერი შედეგი არ ხდება. ცოტა ხანში იძენ კომპეტენციას გამოცდილებას და პირველი შედეგებიც მოდის. პირველი შედეგების შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია რომ არ შეწყვიტო, არ მოიბეზრო და ბოლომდე გაიტანო. არის გარკვეული პერიოდი, როდესაც არაფერი ხდება და შემდეგ ყველაფერი ხდება და ამ მომენტამდე უნდა მოითმინო. ეს არის ის პროცესი, რის გავლაც აუცილებლად მოგიწევს. მაგრამ მანამ, სანამ ეს პროცესები დაიწყება და მერეც არის სამი ძირითადი დაბრკოლება, რაც ხელს შეგიშლის და რაც აუცილებლად უნდა მოიშორო. პირველი, რაც უკვე ვთქვით, ეს არის შეცდომების შიში. და მოდი შევთანხმდეთ, რომ შეცდომები არის სწავლის ნაწილი. შეცდომა უდრის გამოცდილებას. მაგრამ შეცდომებს ჩვენ არ უნდა შევხედოთ ისეთნაირად, რომ აუცილებლად უნდა დაუსვა შეცდომა და არაფრისთვის მზად არ უნდა ვიყო. თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ კომპეტენცია ავიმაღლოთ, მომზადებულები შევხვდეთ და იმ პირობებში, რასაც ვხედავთ, რისი დანახვის შესაძლებლობასაც გვაძლევს ჩვენი გამოცდილება და კომპეტენცია, უნდა შევხვდეთ მზად. მაგრამ ყოველთვის არის სიტუაციები, რაც ჯერ შენ არ იცი და რაც წინ გელის. ამიტომ მოქმედების პროცესში შენ ამას სწავლობ. ამიტომ თუ აქ გამოვიყენებთ ერთ ძალიან საინტერესო ფორმულას, რომელსაც ხშირად ვახსენებ ხოლმე, რომ ანალიზი უდრის პარალიზს, მას შემდეგ, რაც მოემზადე, ყველაფერი გაარკვიე და მზად ხარ სამოქმედოდ, უნდა გადახვიდე მოქმედებაზე და არ უნდა გეშინოდეს იმ შეცდომების. გეშინოდეს, მაგრამ ჯობია რომ მაინც გააკეთო. ვიდრე შემდეგ მთელი ცხოვრება ინანო და მუდმივად გქონდეს ის ფიქრი, რა იქნებოდა რომ გამეკეთებინა. მეორე დაბრკოლება არის მუდმივი უსაფრთხოების სურვილი. ანუ მუდმივად გინდა რომ იყო უსაფრთხოდ. არაფერი შეგეხოს, კომფორტის ზონიდან არ გახვიდე. ეს ნორმალურია, მაგრამ აქ წარმატება არ იქნება. და თუ შენ ცდილობ რომ დაბალანსებულად, ჰარმონიულად, პულსი საუჩქარებლად, ჯადოსნურად, რაღაცა ფორმულებით შედეგამდე მიხვიდე, სამწუხაროდ ეს არ იქნება და რაც უფრო ადრე ამოიგდებ ამ იდეას თავიდან და მზად იქნები არაუსაფრთხო მოქმედებებისკენ, არაუსაფრთხო ცხოვრებისკენ, მით უფრო საინტერესო იქნება შენი ცხოვრება და მით უფრო სწრაფად მიიწევ შენი მიზნისკენ. მესამე არის ძალიან უცნაური დაბრკოლება, მაგრამ ერთ-ერთი ძალიან დიდი დაბრკოლება, ეს არის წარმატების შიში. ალბათ იფიქრებ წარმატების შიში რანაირად უნდა გქონდეს, მაგრამ დააკვირდით ახლა რასაც ვიტყვი. როდესაც შენ აღწევ რაღაც წარმატებას, შენი ცხოვრება იცვლება და შედიხარ შენთვის უცხო ზონაში. შენთვის უცხო ზონა არის ბნელი ოთახივით, სადაც არ იცი წინ რა გელის. ამიტომ წარმატების შიშის გამო და იმის შიშის გამო, რომ ვერ გაუმკლავდები, შენთვის უცხო იქნება, უცხო ადამიანებთან მოგიწევს ურთიერთობა და ასე შემდეგ, ძალიან ბევრი ადამიანი ქვეცნობიერად ამოხრუჭებს საკუთარ თავს და არაფერს არ აკეთებს. მაგრამ უნდა გვესმოდეს წარმატების ანატომია. საქმე იმაშია, რომ როდესაც შენ წარმატებას აღწევ, ის არ გეცემა თავზე აი ასე, უაზროდ. შენ ამისთვის მუდმივად ემზადები. ასე მხოლოდ კინოში ხდება. მომზადება ნიშნავს იმას, რომ შენ იზრდები, შენ ლახავ გარკვეულ ბარიერებს, გადიხარ გარკვეულ შიშებს, იძენ გარკვეულ გამოცდილებებს, ცოდნას, იცვლება შენი გარემოცვა. და შესაბამისად, ყოველ ეტაპზე, ყოველ ნაბიჯზე უფრო და უფრო დიდი ხდები. ამიტომ იმ მომენტში, როდესაც წარმატება მოდის, შენ ამისთვის ყოველთვის მზად ხარ. და დღეს ფიქრი იმაზე, რა იქნება, როდესაც ეს მოხდება, არ არის საფუძვლიანი, ჯობია ფოკუსირებული იყო იმ პროცესებზე, რაც გასაკეთებელი გაქვს და აუცილებლად გამოგივა. მოდი ახლა შეჯამება გავაკეთოთ. წარმოიდგინე, რომ რასაც არ უნდა მოკიდო ხელი, ყველაფერი გამოგივა. მაგრამ ამისთვის გარკვეული პირობა არსებობს. ერთი ის, რომ უნდა იმოქმედო და იყო დისციპლინირებული. არ უნდა გეშინოდეს შეცდომების. არ უნდა გიყვარდეს შენი კომფორტის ზონა, მზად იყავი სიახლეებისთვის და არ გეშინოდეს წარმატების. იმიტომ რომ ესაა ის, რისთვისაც ცხოვრება ღირს. ქართველებს გვაქვს არაჩვეულებრივი გამონათქვამი,
ჩიტი ბრდღნად ღირსო. ამიტომ ცხოვრება ღირს და ჯობია გააკეთო და არ გამოგივიდეს. ვიდრე არ გააკეთო და შემდეგ მთელი ცხოვრება ინანდო, ნეტა გამეკეთებინა იქნებ რა გამოსულიყო.